მოგესალმებით, განაცემაში ქალის ხმა, დღეს უნდა ვისაუბროთ გენდერულ სტერეოტიპებზე ფსიქოლოგიურ ჭრილში. ჩვენი სტუმარია ნინო ვალოიანი, ფსიქოლოგი. მოგესალმებით, მიხარია რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, რა არის გენდერული სტერეოტიპები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როგორ მოქმედებს თქვათ ის ადამიანის ფსიქიკაზე, თვითშეფასებაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოკლედ დეპრესია და ასე შემდეგ, სიცოცხლის განცდა და ეს რომ განმარტოთ პირველ რიგში. საკმაოდ გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები მრავლად გვაქვს. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემა ეს სტერეოტიპები გენდერულ ჭრილში. ეს არის საკითხი, როდესაც ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში სწავლობს. დასწავლადია ჩვენი სოციალური გავლენებიდან გამომდინარე, მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ბავშვობიდანვე ისწავლება ძალიან მარტივი მაგალითი, როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში თუნდაც ბიჭი ტირის და ეუბნებიან რომ რა გოგოსავით ტირი. ანუ ეს უკვე გენდერული ჭრილით სტიგმატიზაცია და ბავშვს აიძულებთ რომ ისწავლოს რომ ტირილი გოგოსაკითხია და ბიჭს არ ეკადრება და ვაიძულებთ ბავშვს რომ შეიკავოს ეს ემოცია, არ გამოხატოს და პლუს ამას ვნერგავთ მასში რომ არის როლები, მაგალითად ბიჭმა არ უნდა იტიროს და უკვე მომავალში მოზარდობის ასაკში რომ გადადის ან თუნდაც ზრდასრულობაში თუ სამზარეულო კულინარიამ გაიტაცა ეტყვის რომ კულინარია რა კაცის საქმეა, ეს ქალის საქმეა. ან ქალი რომელსაც აინტერესებს ძალოვანი სტრუქტურა, უნდა რომ გახდეს სამხედრო პირი ან პოლიციაში წავიდეს. მადლობა ღმერთს რომ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძალოვან სტრუქტურაში ქალები არიან, მაგრამ მაინც ესეთი სტერეოტიპია, რომ ეს კაცის საქმეა და ქალს ეს არ შეშვენის, ქალს ეს არ ეკადრება. ანალოგიურად სპორტზე რო ავიღოთ, ჭიდაობა, ბოქსი, მაგალითად ქალის შესაფერისი სპორტი არ არის, ესეც გენდერული სტერეოტიპია. დროს ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსა. კი ბატონო, მაგრამ აი ზუსტად ეს არის პრობლემა, სოციალური გავლენები, როდესაც გვაიძულებს რაღაცა როლი მოვირგოთ სოციალური გავლენიდან გამომდინარე და თუ მაქვს სურვილი, დავთრგუნო ის სურვილი, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან სოციალურ ნორმას არ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ესეთი სურვილები ხდება ან უგულებელყოფილი, ან შეკავებული, ან გამოუხატავი, ზუსტად ეს ხდება ხოლმე პრობლემა შფოთვის, მაღალი შფოთვის, დეპრესიული განწყობის, თვითბრალდებისაც კი, ისევ შედარება რომ მოვიყვანოთ, თუ ქალი კარიერულ წინსვლაზე მიდის და პარალელურად უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ცოლის, კარგი დედის როლს და თუ იქ რაღაცა პატარა ჩავარდნა, უკვე დანაშაულის განცდა ჩდება და სირცხვილის განცდა, რომ ვერ არის საკმარისად კარგი, ვერ უძღვება თავის საქმეს ისე და აქედან გამომდინარე ბევრად მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე ეს შეუძლია ან ეკუთვნის. ანალოგიურად სტერეოტიპია ისიც, რომ აი კაცი უნდა იყოს მარჩენალი ოჯახის. და როდესაც ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი, თვითრეალიზებას ვერ ახდენს. ჩვენს ყოველდღიურობაში მაგალითად ხო ვერ საქმდება, შემოსავალი ვერ ყოფნის, ოჯახს ვერ ინახავს ისე, როდესაც მის კისერზეა მისი ოჯახი და არ ყოფნის ამისთვის ესეთი შემოსავლები, თავისთავად დათრგუნვა ხდება, ეს გარდაიქმნება აგრესიად და მე ესეთი აფეთქებები უკვე საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე მიდის ხოლმე. ზუსტად ეს არის ხოლმე და ეს დეპრესიული განწყობაც რაც არის, რომ ქვეითდება თვითშეფასება ადამიანში, ქვეითება საკუთარი რეალიზების ვერ მოხდენა, აქვეითებს თვითახქმას, თვითკმარობას და პარალელურად ესეთი სიმპტომები ან იზოლაციისკენ, ან აგრესიისკენ უბიძგებს ადამიანს. კი, ისინი ვინც თქვათ საკუთარ სურვილებზე არ თქვა უარია სტერეოტიპების მიუხედავად და შემდეგ ხდება ახome ბულინგის მსხვერპლი და რაღაცა აი ასეთ შემთხვევაში რა გავლენას ახდენს თქვათ საზოგადოებიდან წამოსული ეს უარყოფით შეფასება ქალზე.
ესეც სტერეოტიპია და სტიგმის მანიშნებელია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვასწავლეს, რომ უნდა ვიცხოვროთ კონკრეტულ ჩარჩოში, თავისთავად მსოფლმხედველობა გვაქვს ესეთი და თუ ადამიანში არსებობს იმისი განცდა, იმისი განწყობა, რომ ამაზე განვითარდეს და ამაზე მეტად ფოკუსირდეს, მსოფლმხედველობა გაიღრმაოს, ვერ ვიტყვით, რომ ამისი გამოსავალი არ არსებობს პირიქით, მაგრამ გვაქვს დღეს კი ისეთი სტერეოტიპის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილის მიღწევისთვის იბრძვიან და ამისთვის ხდებიან მერე ძალადობის მსხვერპლები. მაგალითად, ქალები, რომლებიც არიან ჟურნალისტები, ხო, მაგალითისთვის და ძირითადად არიან გასულები, ხვსავენ ისეთ შეკითხვებს, ან საუბრობენ ისეთ თემებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის ტაბუირებულია, ტაბუდადებულია, იარლიყი ეწებება აი ესეთ ადამიანს, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სოციალურ ნორმებს, ის არ შეესატყვისება იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს. ზოგადად აქტიური ქალების მიმართ მათ შორის აქციებზე ვინც ვნახეთ და სოციალური აგრესია. ვერ ვიტყვით, რომ აქედან გამოსავალი არ არის, მაგრამ აი ზუსტად იმაშია პრობლემა, რომ ჩვენ გამოსავლებს არ ვუყურებთ უფრო დაბალი ასაკობრივი ფენიდან, ასაკობრივი ზღვარიდან და ჩვენ გვინდა რომ აი ზედა თავში გამოვასწოროთ რაღაცა. მაგრამ აი რა არის გამოსავალი? სკოლებში უნდა იყოს ზუსტად აი მგრძნობიარე საკითხებზე შეხვედრები, სწავლა გენდერულ საკითხებზე, რომ ქალი და კაცის სქესის მიუხედავად არის თანასწორი, მაგალითად თოჯინებით თამაში თუ მოუნდება ბავშვს, ბიჭს, ეს მისთვის ნორმალურია, იმიტომ რომ ის ბავშვია და მას განვითარება ჭირდება, მაგალითად გოგონები, რომლებსაც იარაღით თამაში უნდა, ან ავტომობილებით თამაში უნდა, ავტომობილები მოწონს, ეს ბიჭების სათამაშოა, ან ფერების მიხედვით დაყოფა, შენი ვარდისფერია, მისი ცისფერი. ზუსტად აი ესენი არის ხოლმე წინაპირობა, რომ ჩვენ ვასწავლით, ეს შენია, ის მისი. გახლეჩვას ვახდენთ ამითი ბავშვებში და ამას ვნერგავთ. ზუსტად იმ პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სწორი აზროვნების ჩამოყალიბება, რასაც ბავშვობა ქვია, რომ მე ეს ბავშვები მგრძნობიარეები, ტოლერანტულები გაიზარდონ და იცოდნენ საკუთარი თავის და სხვისი დაფასებაც, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გაგვაჩნია თანაგრძნობა, თანაგანცდა, ემპათიურები თუ არა ვართ, თავისთავად ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. სტერეოტიპული გარემო მოქმედებს, თქვათ, თუნდაც არ იყოს ბავშვი, მაგრამ ცხოვრობდით ამ გარემოში, აი რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის ფსიქიკაზე. თავისთავად მოქმედებს, როდესაც წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ, როგორი ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სოციალური გარემო გვინდა თუ არ გვინდა ჩვენზე გავლენას ახდენს. განსხვავება არის, თქვათ, როგორ რეაგირებენ კაცები და ქალები აი ამ სტრესზე, სტერეოტიპებზე ზოგადად აი აქ განსხვავება არის იმ გაგებით, რომ აი ქალებს უფრო მეტად დანაშაულის განცდა უჩნდებათ და უფრო გახსნილები არიან. მაგალითად, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ სტერეოტიპის მსხვერპლია, ხშირ შემთხვევაში სპეციალისტს როდესაც მიმართავენ, უფრო მაღალია ხოლმე მიმართვიანობა ქალების მიერ, უფრო გახსნილები არიან, რომ მიიღონ დახმარება, ვიდრე კაცების მიერ. და ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ კაცისთვის ის, რომ რაღაცაში ჭალებში რომ თქვა გაიჭედა, რაღაცა გაუჭირდა, რაღაცაში დახმარება სჭირდება, პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ ვზრდით თაობებს ისე, რომ კაცი ძლიერია, კაცს არ უჭირს, კაცი არ ტირეს, კაცი სუსტი არ არის და როდესაც კაცი მიმართავს სპეციალისტ დახმარებისთვის, ეს მისი სისუსტის გამოვლენად არის აღქმული, ზუსტად ეს არის სტერეოტიპის საზოგადოების მსხვერპლობა, არა მარტო საზოგადოებაში, მის გაგებაშიც, იმიტომ რომ ამ მენტალიტეტით არის გაზრდილი. მისთვის ეს არის ნორმა, რომ ის სუსტი არ უნდა იყოს. და ეს არის განცდა, რომ როდესაც დათრგუნულია სურვილი, მე მინდა და კონფლიქტში მოვდივართ, რა ვიცი, რა არის ჩემი სოციალური გარემო, სად მინდა რომ მივიდე,
ნამდვილად ჩემია თუ დასწავლილია და მინდა რომ გადავისწავლო, აი ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემა ეს არის, რომ აქამდე არ მიდიან, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა ვცხოვრობთ გარემოში, ამ გარემოს თავს ვერ ვაღწევთ და არჩევანის წინაშე როდესაც ვდგებით, მირჩევნია ვიყო იმ გარემოში, სადაც ვარ, ვიდრე რაღაცა ახალი ნაბიჯი გადავდგა და ეს კიდე ცალკე შფოთვას და შიშს იწვევს, იმიტომ რომ ის გარემო ახალ მეს როგორ მემიღებს. ანუ თავის დამკვიდრების პრობლემაა, იმიტომ რომ ძნელია საკუთარი თავი დაიმკვიდრო ახალ გარემოში, როდესაც სოციუმი მასიურად არის კონკრეტული რაღაცის მიმართ ორიენტირებული, სოციალურ ნორმას გულისხმობ. და ესეთი გამახსენდა ესეთი გამოთქმა შეჩვეული ჭირიჯობია შეუჩვეველსო, ხო? იმიტომ რომ ეს გვინდა თუ არ გვინდა სოციალურ ანუ შეჩვეული ჭირად არის აქმული და შეუჩვეველი ჭირი გაურკვეველი არ ვიცით როგორ იქნება და შიში მაქვს როგორ დავძლევ თუ არა, მიმიღებს თუ არა საზოგადოება და სამყარო ისეც როგორიც მინდა რომ ვიყო და აი ამაშია ხოლმე ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი რომ როდესაც ადამიანი აი ამის გაცნობიერებას იწყებს, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი. მიაკითხოს სპეციალისტს და კი, აი რა დროს უნდა მიაკითხოს სპეციალისტს და რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპია ასეთ დროს? არის მოთხოვნა მოკლედ ამ მხრივ? მიმართვა არის სხვათა შორის ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ იმდენად კონფიდენციალურია და იმდენად უჭირთ აი ამ ნაბიჯის გადადგმა განსაკუთრებით მამაკაცებს, როგორც აღნიშნე, ქალები უფრო მეტად გახსნილები არიან და უფრო უადვილდებათ მამაკაცებთან შედარებით სპეციალისტთან მისვლა, მაგრამ როდესაც ადამიანი გაანალიზებს და გააცნობიერებს, რომ დგას კონკრეტული რაღაცა სერიოზული პრობლემის წინაშე, კონფლიქტში მოვიდა საკუთარ თავთან და ამას თვითონ ვერ უმკლავდება, აი ამ შემთხვევაში მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალისტთან, იმიტომ რომ შევიდა ჩიხში და გამოსავალს ვერ პოულობს. ფსიქოლოგთან, სპეციალისტთან მისვლა ზუსტად აი ამ ჩიხიდან გამოსვლა, იმიტომ რომ მან რომ გადადგა ნაბიჯი და რაღაცა გააცნობიერა, რაღაცა აღმოაჩინა დისკომფორტი, სტრესი შეექმნა დამატებითი, რომ რაღაცაში თანხმედრაში ვერ მოდის საკუთარ მესთან და სოციალურ მესთან, ეს რაღაცა განხეთქილება, ამას ვერ ერევა და აი ამის დასაძლევა და მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტთან მისვლა. რაც შეეხება სტიგმას და სტერეოტიპს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბავშვებშივე, ისევ ბავშვებს რომ მიუბრუნდეთ, არის გადაცემები, არის რაღაცა მულტფილმები ისეთი, რომელიც საკმაოდ ისეთი ხედვას კარგად აფართოვებს ბავშვებისას და მიმღებლობას აფართოვებს, რომ არ დაყოს სქესად რაღაცა როლები კონკრეტული, მაგალითად იურისტი ჩვენ ბავშვობაში იყო ხოლმე იურისტები კაცები უნდა ყოფილიყვნენ და მასწავლებლები ქალები და ესე იყო ხოლმე, ხო? ძირითადად პედაგოგები უმრავლესობა პროცენტი იყო ქალი. იურისტების დიდი პროცენტი იყო კაცი. ექიმებში ქირურგები იყვნენ კაცები და თერაპევტები ქალები, აი იშვიათი რომ თერაპევტი კაცი ყოფილიყო, ხო, თუნდაც აი სამედიცინო სფეროში, უფრო ჩვენი თაობის ადამიანებში და ჩვენზე უფროს თაობის ადამიანებში. ნელ-ნელა აი ეს სტერეოტიპი ახლა დღეს რასაც ვუყურებ, ნელ-ნელა იმსხვრევა და შეიძლება მაგალითად ქირურგი ქალი შეგვხვდეს და არაჩვეულებრივი ქირურგი იყოს. თერაპევტი კაცი, რომელიც არაჩვეულებრივი თერაპევტი იყოს და აი ეს სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა, მაგრამ როგორც წეღან აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ძალიან მნიშვნელოვანია მზაობა, რომ მივიღოთ რაღაცა ახალი. ვისწავლოთ რაღაცა ახალი და კომფორტში მოვიდეთ საკუთარ თავთან. ყველა სტერეოტიპი, რაც მნიშვნელოვანია, არ არის დამაზიანებელი. არის მაგალითად რაღაცა ისეთ საკითხები, რომელიც ადამიანის არჩევანია. მაგალითად, თუ ადამიანი არის რბილი ხასიათის, ხო? და მისი არჩევანია, რომ იყოს ეს რბილი ხასიათის, არის ისო კაცებზე რო ავიღოთ, თუ მან გადაწყვიტა, რომ აიღოს დეკრეტული შვებულება იმისათვის, რომ მეუღლეს მიეხმაროს ორსულობის მშობიარობის შემდგომ პროცესში,
და ეს მისი არჩევანია. ამ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე ჩვენ სტერეოტიპის მსხვერპლობასთან, იმიტომ რომ მისი გაცნობიერებული არჩევანია. შეიძლება საზოგადოების მხრიდან გახდეს რაღაცა დაცინვის მაგალითი, მაგრამ როდესაც ადამიანი მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზე და გაცნობიერებული აქვს, რატომ აკეთებს და როდესაც გადადგა ნაბიჯი, როცა აიღო ეს შვებულება, დეკრეტული შვებულება ცოლის დასახმარებლად, ეს უკვე მისი ძლიერი მხარეა და თავდაჯერებულობა აქ ამ შემთხვევაში ყოველთვის არის მაღალი. კი ბატონო და კიდევ ერთი საკმაოდ ისეთი რჩევა გვინდა თქვენ გამოკლედ პროფესიულ გადაწყვეტას რაც შეეხება და სტრესულ გარემოში მუშაობას ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვენ რას ურჩევდით თქვათ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს როგორი თერაპია არის ეფექტური და როგორ მივხვდეთ რომ გადაწულები ვართ პროფესიულად შეიძლება ისე ვიყოთ რომ საერთოდ ვერ ხვდებოდეთ ამას და რა გავაკეთოთ რომ თუნდაც ის რუტინა რაღაცა ყოველდღიური ვაქციოთ თქვათ ჩვენი საქმიანობა ისე რომ არ გადავიწყოთ. რაც შეეხება პროფესიულ გადაწვას, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, რა ეტაპზე ვიმყოფებით. როდესაც პირადი ცხოვრება და პირად ცხოვრებაში სიამოვნების განცდა გვეკარგება და ესე რობოტებივით ვმუშაობთ, წრეზე ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ და ვეღარ გრძნობთ გარშემო საკუთარ შეგრძნებებს, აი გამოფიტვა იწყება. ადამიანი აი დეპრესიულ განწყობა იწყება, ძირლის დარღვევები და ბევრი სომატური ჩივილები იწყება ესეთ შემთხვევაში. და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ერთი ის რომ სუპერვიზია ქონდეს ადამიანს, მნიშვნელოვანია რომ ყავდეს გარშემო ისეთი გუნდი, ვისთანაც გააზიარებს საკუთარ სირთულეებს, ემოციური სირთულეები, იქნება ფიზიკური სირთულეები თუ სხვა და სხვა, პროფესიული მათ შორის და ჩიხში შევდივართ ამ შემთხვევაშიც, როდესაც გადავიწვევით, გამოსავლებს ვეღარ ვხედავთ, ანუ მუშაობთ ისეთი ენერგიით და ემოციით, რომ სხვა, ანუ ცხოვრობთ მხოლოდ საქმით და არა დანარჩენით, ხო? და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩარევა თერაპიული პირველი, რაც არის ადამიანმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ემოციები და საკუთარი სხეული. ძალიან მნიშვნელოვანია აი გადართვის ტექნიკებია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ტექნიკებია ფსიქოლოგიური. არსებობს სუნთქვითი ვარჯიშები, როდესაც გრაუნდინგს ვეძახით ჩვენ დამიწების ტექნიკები, რომ ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ აქ ვართ, საკუთარ თავს შევეხოთ, რომ აქ და ამჟამად ვიმყოფები. კონცენტრირდე, რომ ეხლა ვაკეთებ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია გაწერილი იყოს დღის გეგმა, რა პროცესში, რა პერიოდში მუშაობ და რა პერიოდში საკუთარი ცხოვრებისთვის გამოყოფ დროს. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა გამიჯნოს სამსახური და პირადი ცხოვრება. რა დროს არის ხოლმე წალეკვა, ხო? როდესაც მაგალითად ძალიან ბევრ შრომობ, ძალიან ბევრ ენერგიას ვდებ იმისთვის, რომ შემაქონ დამინახონ, მაღიარო და ამისთვის ყველაფერს ვდებ გვერდზე საკუთარს აღიარებისთვის, იმისთვის რომ კარგი პროცესი შევქნა, იმისთვის რომ მაგალითად თუ ჟურნალისტი ვარ, კარგი სიუჟეტი გავაკეთო და რეალურად ადამიანები თუ შედარებითობას მოვიყვანთ, ცუდი შედარებაა, მაგრამ მაინც ესე მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, მე და სხვა, რომელიც ერთი და იგივე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ჩემი გაცილებით დიდ ენერგიას მოითხოვს, გაცილებით მეტ სამუშაოს და გაცილებით ხარისხია მაღალი, ერთნაირად ვართ ჭყალებში რო ვთქვათ შექებული, განახული, აღიარებული. მე ეს იწვევს თავისთავად გულის დაწყვეტას, ხო და ესეც ემოციური თვალსაზრისით რაღაცა სევდიანობას იწვევს, იმედგაცრუებას იწვევს, თვითშეფასების დაქვეითებას და კითხვის ნიშნები ჩნდება ადამიანში და ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი სულ წავიდეს პროფესიიდან, როდესაც უკიდურეს ზღვარზე მივა, ან უფრო მეტად გადაეშვას სამუშაოში თავით და უფრო მეტად მოინდომოს, რომ იყოს დანახული და აღიარებული. კი, რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ის რამდენად აუცილებელია საკუთარი თავისთვის გამოიყოს დრო ადამიანმა. მაგალითად, მნიშვნელოვანია რომ გაისეირნოს, დაისვენოს. ის აკეთოს
რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რო ავიღოთ, ხო, ჩვენ ხშირად გქონია, ყველას გქონია მსგავსი რაღაც, რომ ძალიან მინდა წავიდე დასასვენებლად ზღვაზე, მაგრამ ჩემი პროფესიული რუტინიდან გამომდინარე იმდენად ვარ გადაყრილი და იმდენად ვარ გადატვირთული, რომ ის მცირეოდენი შაბათი კვირის დროც არ მაქვს თვეში, რომ გამოვყო და სადმე წავიდე დასასვენებლად. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე აი გადატვირთვის ტექნიკებზე თუ ვისაუბრებთ, რა მსიამოვნებს იმისი მოძებნა დავსვა საკუთარ თავთან კითხვა, რა მინდა, რისი მიღწევა მინდა, რა მსურს. ხშირ შემთხვევაში იკარგება მე მინდა ადამიანში. რომ კითხო ადამიანს, რომ აი რა გინდა? დავსვათ კითხვა, ხო? და დაფიქრდება და ვერ გიპასუხებს რა უნდა. იმიტომ რომ იმდენად ამოცული იმ ყოველდღიური რუტინით, რომ სურვილი რა აქვს, ეს აქვს დაკარგული. ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში ეს იქნება პროფესიული გადაწვა თუ ისევ სტიგმას თუ მიუბრუნდებით და სტერეოტიპს, ძალიან მნიშვნელოვანია შექება, რომ უთხრათ ადამიანს, რომ ნახე შენ ეს გამოგივიდა, შენ ძლიერი ხარ. თუ არ გამოგვივა, იმასაც მნიშვნელოვანია რომ აქცენტირება გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ არაუშავს ჩვენ ადამიანები ვართ, არ არის ყოველთვის შესაძლებელი რომ ყველაფერი გამოვიდეს, ხო, რაღაცები გამოგვივა, რაღაცები არ გამოგვივა და ეს არის ნორმალური. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, რომ რაღაცები არ გამოგვდის და თუ არ გამოგვდის, დავგეგმოთ, რაღაცა გავაანალიზოთ, ხედვა შევცვალოთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს გამოგვივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დავსვათ საკუთარ თავთან სწორი კითხვები, რისი მიღწევა მინდა, რას ვაკეთებ მიღწევისთვის, სად მინდა მივიდე და როგორ მივდივარ, ეს გზა უნდა გქონდეს დანახული ადამიანს. და რაც მთავარია, ნამდვილად მინდა ის, თუ საზოგადოების სურვილია და იმიტომ მივდივარ იქამდე. გულწრფელად გაცნობიერება რა მინდა მე. მადლობა, ნინო ბალოიანი იყო ფსიქოლოგი, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალის ხმა გემშვიდობებად დროებით.